საქართველოს მწვანე მარშრუტის გლობალურ რუკაზე ეკოლოგიური არამოტორიზებული გზა, რომელიც მივიწყებულ ბილიკებს ახალ სიცოცხლეს აძლევს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა. მარშრუტი ერთდროულად აერთიანებს გურიის ბუნებას, ეთნოგრაფიას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებისეულ ისტორიებს. გზა სუფსის ხეობებსა და ევკალიპტის ტყეებში გადის, სადაც ადგილობრივები სამკურნალო ეთერზეთებს ამზადებენ. ტურისტებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ცეცხლზე მომზადებული ძველი გურული კერძები, ქართული ჩაი და თაფლი, გაეცნონ ფუტკრის მოვლასა და ჩაის დამუშავების პროცესი. რამიზას ემსახურება მწვანე მარშრუტი და რას ნახავს მის ბილიკებზე მიმავალი ტურისტი. ამას ანუკი მასხარაშვილი მოგიყვებათ. მდინარე სუფსის ხეობები, მთის და ზღვის ჰავა, კოლხეთის ეროვნული პარკი და წიწვოვანი ტყეები, ჩაის პლანტაციები და ქართული არომატის გურული მცველი. ჩვენი ქართული პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ჩვენი ჩაის ბუჩქებს ფაროსანა ისიც არ ეტანება. ნატურალური თაფლი და ქართული ფუტკრის თავისებურებები. ქართული ფუტკარი გამორჩეულია, რადგან აქვს ძალიან გრძელი ხორთუმი, რაც მას საშუალებას აძლევს იმისას, რომ მცენარე ძალიან სიღრმიდან ამოიტანოს ნექტარი. შუა ცეცხლთან მომზადებული გურული სამზარეულოს გემოები. საუკუნეების განმავლობაში გურული დიასახლისები, ჩვენი წინაპრები ბრინჯულას აცხობდნენ ბრინჯის ფქვილით. ევკალიპტების ტყე, ეთერზეთები და გურული გამორჩეული იუმორი. ნაციება და ასეთი რამე ირგვლივ ვინც ცხოვრობენ აქ, ძალიან იშვიათად. ფაქტიურად ესენი ცხოვრობენ, ახლა აბსოლუტურად კურორტში ცხოვრობენ. ლანჩხუთის ბუნება, ეთნოგრაფია თუ აქ მცხოვრები ადამიანები გურიის და გურულების განსხვავებულ ფერთა პალიტრას ქმნიან. ამ ყველაფრის ერთად გაცნობა თუ შეცნობა საქართველოში პირველად შექმნილი მწვანე მარშრუტის გავლით გზა და გზაა შესაძლებელი. პროექტი საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ინიციატივით განხორციელდა. მწვანე მარშრუტები ეკოლოგიური, არამოტორიზებული ბილიკია და ძველი, მივიწყებული გზების გაცოცხლებასა და მისთვის ახალი კონტექსტის მინიჭებას ისახავს მიზნად. კავკასიაში მწვანე მარშრუტები ჯერჯერობით არ არსებობდა, ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ეს ყველაფერი. შერჩეული იქნა 3 მუნიციპალიტეტი, მათ შორის ერთ-ერთი იყო ლანჩხუთი. ჩვენ შევარჩიეთ ველო მარშრუტი, რომელიც მოგზაურს თავაზობს გურიის ეთნოგრაფიის, გურიის ისტორიის ინტერპრეტირებული გზით გაცნობის შესაძლებლობას. ამ მარშრუტზე მცირე ინფრასტრუქტურა შეიქმნა, სადაც გზადაგზა განთავსებულია საინტერპრეტაციო დაფები, რომელიც სხვადასხვა თემატიკის დაინტერესებულ ტურისტებს ასვლის ინფორმაციას. ეს არის გურული სამზარეულო, გურული ფოლკლორი, გურული ბიომრავალფეროვნება და სხვადასხვა ესეთი თემატიკები. ამასთან მარშრუტი ისე არის აწყობილი, რომ მოგზაურს შესაძლებლობა ჰქონდეს მაქსიმალურად ისარგებლოს ადგილობრივთა მომსახურებით. ლანჩხუთის მწვანე ველო მარშრუტი სოფელ შუხუთიდან იწყება. მივუყვებით ისტორიულ გზებს და სოფელ სუფსაში ვჩერდებით, რომ ევკალიპტების ტყეს და ევკალიპტისგან დამზადებულ ეთერზეთებს გავეცნოთ. ვერცხლისფერი ევკალიპტი საქართველოში წლების წინ ავსტრალიიდან შემოიტანეს, კოლხეთის დაბლობზე გააშენეს და მისმა სამკურნალო თვისებებმა აქ მცხოვრები ადამიანები თავის დროზე მალარიისგან იხსნა. ვანო ქუფარაშვილი გვიყვება, რომ ევკალიპტების გაშენება 10 წლის წინ დაიწყეს და ეთერზეთებს ამზადებენ, რომელიც რესპირატორული დაავადების, ბრონქების სპაზმების, რევმატიზმის თუ სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. პანდემიის დროს 4 ადამიანი მუშაობდა, ყველა სახლში ყავდა კორონით დაავადებულები. არც ერთ მათგანს არ შეეყრია, ჩვენ თვითონ ხო თავისთავად. ანუ პანდემიის დროს თქვენ კოვიდს გადაურჩით? კი ბატონო, ჩვენს და ჩვენი თანამშრომლებით. ეს არის ეგრეთ წოდებული ცინერია, რომელიდანაც მზადდება არაჩვეულებრივი სურნელის ეთერზეთი, რომელიც გამოიყენება კოსმეტიკაში, მედიცინაში, სადეზინფექციო ხსნარებში და არის ძლიერი ანტისეპტიკი. მეტი ეფექტი აქვს ამ ტყეში სუნთქვას რა, რომ გაჩერდეს 15-20 წუთი ადამიანი, ძალიან დიდ შედეგს იწვევს. 1 ლიტრაზე თუ რომ მივიღოთ, ჩვენ გვინდა რაღაცა 350 კილოგრამი სტოტი. ჯერჯერობით უსახსრობის გამო ვერ ვაშენებთ ისე როგორაც უნდა იყოს. ეს დიდი რაოდენობა ჭირდება და ამ დიდ რაოდენობას დიდი რაოდენობის ტყე ჭირდება. ეს არა მარტო ზეთი იქნება, არამედ სუფთა ჰაერი იქნება, ეკოლოგიისთვის ძალიან მაგარი იქნება. რა ვიცი, ყველამ უნდა იფიქროს ამას.
არომათერაპიის მიღების შემდეგ გზას ვაგრძელებთ სპეციალურ საინფორმაციო დაფებზე გურული ფოლკლორის, ბუნების, ტრადიციების შესახებ საინტერესო ინფორმაციას ვეცნობით. ასევე შეგვიძლია გავიგოთ რა კულტურული ძეგლები შეგვხვდება გზად, სად შეიძლება ვიკვებოთ ღამე გავათიოთ თუ სხვა დეტალები, რომელიც მოგზაურობას გვიმარტივებს. ახლა სოფელ აცანასკენ ვიღებთ გეზს, სადაც ვიცით რომ შუა ცეცხლზე მომზადებულ ფაქტობრივად მივიწყებულ გურულ კერძს დავაგემოვნებთ ბრინჯულას. ბრინჯულა ბრინჯის ფქვილით მზადდება, რადგან სიმინდის მოყვანამდე კოლხეთის დაბლობზე ბრინჯის კულტურა იყო გავრცელებული. ოჯახის დიასახლისმა ბრინჯულას ძველი რეცეპტი აღადგინა და ტურისტებს ამ კერძს გურული ინტერპრეტაციით აცნობს. ეს არის ქართული ხაჭაპურის და იტალიური პიცის ყველაზე უფროსი და ყველაზე გემრიელი ძმა. გურული ბრინჯულა. გურული გასტრონომია გულისხმობს აბსოლუტურად ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებს, როგორც გურული ხასიათია ნაღდი, ხალასი, რაღაც სასიამოვნო, პოზიტიური, ზუსტად ასევეა გურული კერძები და ძველი ავთენტური კერძები და განსაკუთრებით ბრინჯულა და რატომ? ეკოლოგიურად სუფთა ჯამრთელი პროდუქტი, სოფლის კვერცხი, ყველი, ბრინჯის ფქვილი და ძალიან მცირე რაოდენობის ხორბლის ფქვილი მაწონთან ერთად. იმიტომ რომ ცოტა ფუმფულა გამოვიდეს და მსუბუქი იყოს. გურულებივით ხალასი ბრინჯულას დაგემოვნების შემდეგ მწვანე მარშრუტს ჩაის განსაკუთრებულ არომატამდე მივყავართ. ლანჩხუთში მცხოვრები მიხეილ ცინცაძე შეიძლება ითქვას ქართული ჩაის მემატიანეა და მის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია აქვს პირველი ბუჩქის დარგვიდან დღემდე. აქ მოსული უცხოელი თუ ქართველი სტუმრებისთვის სადეგუსტაციო კუთხე მოაწყო და ხალხს ჩაის ფოთლების დამუშავებიდან არომატული გემოს სითხის, ჭიქაში ჩამოსხმამდე ყველა პროცესს აცნობს. აბსოლუტურად ყველგანი წამლება ჩაის პლანტაციები. ჩვენი ქართული ჩაის აგი არ ჭირდება, იმიტომ რომ იქ რო ბუდობს მამნებლები პლანტაციებში, ჩვენთან ესენი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე არცეთი არ არსებობს. ტურისტებმა დაინახეს ჩვენთან, რომ ჩვენ ვამზადებთ რეალურად ნატურალურ პროდუქციას და ინტერესდებიან ადგილზე წარმოებით. ინტერესდებიან იმ პლანტაციებით, საიდანაც მოგვაქვს. შემდეგ აგემოვნებენ და ყოველი ამის შემდეგ კიდულობენ პროდუქციას. ტურიზმი გვეხმარება იმაში, რომ სოფლის ირგი მოხდეს, რა ქვია, ეკონომიკური აღორძინება, ასე შეიძლება ითქვას. ახლა მიუხედავად იმისა, ჯერ ეს ცოტა რაოდენობა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ აგი გაიზრდება. 90-იან წლებში მიზან მიმართულად მოხდა ჩაის დარგის განადგურება. ახლა მე ძირითადად თანამშრომლობ მოსახლეობასთან, ვისაც ეზოებში აქვს პლანტაციები და ფიზიკურად ვერ შეძლო იმის განადგურება. და ახლა როდესაც შეხედეს, რომ თურმე აგი ჩაი მომგებიანი ყოფილა, შემოსავლიანი ყოფილა, ვინც კი გვაწვის ნედლეულს, თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე ცდილობს, რომ კიდევ უფრო მეტი პლანტაციის რეაბილიტაცია შეძლოს. ჩვენი მწვანე მარშრუტის კიდევ ერთი მისამართი ლანჩხუთში ირაკლი მუსიაშვილის ოჯახი და მისი საფუტკრია. აქ მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ქართულ ფუტკარს, სკეპს, მცირე ექსკურსით გაეცნონ და თაფლით, ხილეულით და ჩირეულით დააგემოვნონ. გურია ძალიან დიდარია, ბიომრავალფეროვნები და დაწყებული ადრიანი გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე თითქმის ყოველთვის არის ფუტკრისთვის მცენარე, რითაც იკვებება. ძირითადად ჩვენთან არის აკაციისა და მინდვრის ყვავილების თაფლი, წაბლისა და ცაცხვის თაფლი და ასევე გვიან შემოდგომით შემდეგ სუროსა და ოქროწყეპლას თაფლი. ჩვენ ყოველთვის დღიდან დაარსებისა ჩვენი საფუტკრის გვქონდა სურვილი იმის, რომ მცირე საექსკურსიო ტურისტული ლოკაცია გამხდარიყო ჩვენი საფუტკრე და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ვაღწევთ ამ მიზნებს და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან შეუწყობს ხელს როგორც ჩვენი საფუტკრის განვითარებას, ასევე ზოგადად რაიონისთვის ტურისტების მოზიდვას და პოპულარიზაციას ქართული ფუტკრის. ჩვენი მოგზაურობა აქ სრულდება. მწვანე მარშრუტები მსოფლიოში უკვე წლებია გავრცელებულია და გარემოს დაცვას, ადგილობრივი თემების მხარდაჭერასა და მოგზაურობის გაცნობიერებული ფორმის დანერგვას ისახავს მიზნად. მწვანე მარშრუტის გლობალურ რუკაზე პირველად საქართველოს მოინიშნა, საკუთარი დიდი ისტორიით, კულტურით და სტუმართმოყვარეობით.